ერთად ვიაროთ ლაშქრობებს. ოღონდ იქ მარტო ჩვენი შვილები კი არ წავიყვანოთ. მისი მეგობრებიც, ჩვენი მეგობრებიც, იმათი შვილებიც და აი ამ ნიადაგზე გაჩნდება ძალიან კარგი ურთიერთობა. არა მარტო ჩემ და ჩემ შვილს შორის, არამედ აი მთელ ამ პატარა საზოგადოებაში. და ეს მერე უკვე შეიქმნება ძალიან დიდი დასაყრდენი ამ ბავშვისთვის და არა მარტო მისთვის, სხვა ბავშვებისთვისაც, რომლებიც იქ იქნებიან და უფროსებისთვისაც. იმიტომ რომ ეს ჯამთელი ნიადაგია საურთიერთოდ. იქ უამრავ რამეს სწავლობენ დიდების და პატარებიც, ერთმანეთს ეზრუნვას, აი ყველანი დავიხალეთ. ბანაკია გასაშლელი, ხო? ყველანი დაღლნები ვართ, მაგრამ ვიღაცამ უნდა შეჭამოსითოს, წყალი მოიტანოს. და აი ამ მაგალითს ესწავლობენ ბავშვები. დიდებიც ან გზაზე ვართ და ვიღაცას აღარ შეუძლიათ ვერცი და ვიღაცა მივა და მოხსნის და თვითონ წამოიღებს მის თვირთს. აი, რა ვიცი, აი როგორ გითხრათ, ნამდვილ სამყაროსთან არის ურთიერთობა. როცა ნამდვილ სამყაროსთან არის ურთიერთობა. იქ მერე ეკრანების აუცილებლობა აღარ დგება დღის წესრიგში. ვირტუალური რეალობიდან გადადიხარ რეალობაში. ხო, ურთიერთობა რა. ვირტუალურიც რატომ აირჩია იმ ბავშვმა, იმიტომ რომ არ იყო სხვა არანაირი საშუალება. რაღაც გამახსენდა ვიტყვი თუ შეიძლება ბირთვიში რო წამიყვანა მამაჩემო პირველად და ერთ-ერთი ციხეა თუ სწორად მახსოვს შეუპოვარი ქვია, ძალიან რთული ასასვლელია და იქ რო დამსვა და ფეხები გადამაწევინა აქეთ, გეშინიაო და მაგას როგორ ვიკადრებდი რომ მამაჩემისთვის მეთქვა. მეშინია მეთქი, ოღონდ ის ემოციები ამის დღემდე მახსოვს. მაგრამ გეშინოდა. მეშინოდა კი არა გადავირეკ, მე მგონი იმის მერე იმას ვქენი, სიმაღლეში იმის მერე დავჭერდა, მაგრამ მამასთან ეგ არ იმას ვქენი რომ მეშინია მეთქი. კითხვაც ჰქონდა ბატონოგი ასეთი, რომ რამდენად მნიშვნელოვანია მამა იყოს მაგალითი შვილისთვის და არა უბრალოდ ჭკუის დამრიგებელი და თითის დამქნევი. იცით რა, ამ ჭკუის დარიგებით და თითის ქნევით არაფერი არ გამოდის. თორე იქნია თითები კი ბატონო, მაგრამ